მე ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ეს იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან სერიოზული სიახლეების შესახებ იქნა საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიწოდებული, რაც გულისხმობდა ორ ძირითად მიმართულებას. ერთი ამ დრომდე განხორციელებული რეფორმები, რომელიც ნიშნავს იმას, რომ არსებითად გაუმჯობესებულია მიდგომები, მართვის ხერხები და მეთოდები და ამის აქედან გამომდინარე რეალურად იჩნდება პერსპექტივა, რომ საქართველოს ძალიან ახლო მომავალში და მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა საქართველოს რკინიგზაში, რის შედეგადაც ჩვენ გვექნება, ჩვენს ქვეყანას ექნება ძალიან სერიოზულად განვითარებული, ფეხზე დამდგარი და ძლიერი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ვფიქრობ, რომ ეს საჭიროებს აუცილებლად შემდგომ ხარდაჭერასაც და რა თქმა უნდა ჩვენი ყველას გულშემატკივრობას. ბატონო დიუშენის გარკვეული მიზეზების გამო ელექტროენერგიის გადასახადად მოიმატა გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სუბსიდირება მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართულებით. აი აქ რა შეგიძლიათ ვკითხოთ რა შემთხვევაში? დიახ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებების ფონზე, რაც უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების გადახედვას, თქვენ მოგეხსენებათ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შემცირებაც იყო, ახლა ზრდა არის დაფიქსირებული, აქედან გამომდინარე სოციალურად დაუცველი პირებისთვის, როგორც ეს იყო ამ დრომდე გათვალისწინებული, მათთვის იქნება გათვალისწინებული შეღავათი. ერთადერთი მცირე გამონაკლისია, რომელსაც საკანონმდებლო რეგულირების მიხედვით ამ შემთხვევაში ცვლილება არ შეხებია, რაც შეეხება კანონქვემდებარე დონეზე მოსაწესრიგებელ უკლებრივ ყველა საკითხს, პრაქტიკულად ყველაფერი ეს დაფარული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ, კერძოდ ჩვენი სამინისტროსთვის გამოყოფილი, ასე ვთქვათ, საშუალებებით იქნება ყველაფერი ეს აღებული საკუთარ თავზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა და მათ შორის აი პოლიტიკური სპეკულაციებიც, რომელსაც ვისმენდით ამ ხნის განმავლობაში, თითქოს და მოსალოდნელი ტვირთის შესახებ სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის, ვფიქრობ, ამ სპეკულაციებსაც ამ გადაწყვეტილებით რეალურად ყოველგვარი საფუძველი მოესპო. ამაზე წარიმართა მუშაობა და რეალურად ეს მიყვანილია ბოლომდე, შესაბამისად გადაწყვეტილება მზად არის აი იმისოთ, რომ ვთქვათ, რომ ყველა ეს გაზრდილი ხარჯი რეალურად სახელმწიფოს მხრიდან იქნება აღებული ჩვენ თავზე, ეს იმისთვის, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას გულისხმობს. ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა აქტენებენ კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციას. რას აპირებს სახელმწიფო? აპირებს თუ რა ჯანდაცვის სამინისტრო გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და დაეხმაროს ახლოს ბავშვებს. შეხვდებით თუ არა კვლავაც და მოილაპარაკებთ ამ მედიკამენტის შემოყარასთან დაკავშირებით? როგორ აპირებს კრედიტი ნაბიჯების გადატანას? სამწუხაროდ თქვენს კითხვაში ისეა ფორმულირებული, რომ ერთადერთ ალტერნატივად მედიკამენტის ყიდვას და გადაწყვეტილების გადახედვას ამბობთ. არა და ეს მე მგონი, რომ არასწორი ინტერპრეტაციაა ჩვენი ამ დრომდე დაფიქსირებული პოზიციის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არაფრის დიდებით არ შეიძლება დაშვება არასწორი ინტერპრეტაციების, ვინმესთვის იმედის გადაწურვის ან პირიქით არასწორი მოლოდინების შექმნის და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ ეს ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომელიც განსაკუთრებულ სენსიტიურობასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შესწავლასა და გაანალიზებას. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული სამუშაოს ჩატარებას, რისთვისაც აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მithქვამს, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან მithქვამს, რომ ჩვენ არასდროს დაგვიხურავს კარი რომელიმე მშობლისთვის, რომელიმე დაინტერესებული პირისთვის, რომ მოსულიყო და სრულფასოვნად, სრული ინფორმაცია მიიღო ჩვენგან. იმის შესახებ, რა ინფორმაციას ვფლობთ, რა გაგვიკეთებია ამ დრომდე ამ მიმართულებით, თუნდაც საკითხის შესასწავლად და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. ამიტომ ეს წინადადება ბუნებრივია, აბსოლუტურად უცვლელად ძალაში რჩება და შესაბამისად ამას ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ, როგორც ამას ამ დრომდე ვაკეთებდით, ბუნებრივია მომავალშიც გავაგრძელოთ. იმ საკითხის შესწავლა და გამოკვლევა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული, ძალიან მრავალმხრივი იმავდროულად და აუცილებლად საჭიროებს სწორად შეფასებას. ეს შეფასება ერთი წამით ბოდიშვიხდი
ეს შესწავლა რა თქმა უნდა გულისხმობს ყოველმხრივ საკითხის შეფასებას, ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო, რომლისთვისაც თანაბრად აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, ყველას კარგად ესმის, ყველას კარგად მოიხსენება მდგომარეობა, რომელიც ამ კუთხით არის, აქაც პრინციპული მიდგომა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რაც თქვა მათ შორის აი სულ ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და ასე ვთქვათ, არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარი ეხება რეალურად არსებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის უსაფრთხოებაც ეჭქვეშ არ დგას და რომელსაც შეუძლია რეალური ეფექტების მოტანა. ეს შესწავლის, საკითხის შესწავლისა და შეფასების პროცესი. ეს სერიოზული საქმეა, ეს უნდა განიხილებოდეს მათ შორის სპეციალისტების ჩართულით, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამგვარად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ბუნებრივია ამ საკითხის განხილვისთვის არკმარა, მაგალითად არ ვიცი, რომელიმე დეპუტატის მხრიდან თქვა მაისურზე რაღაც წარწერის გაკეთება. ბუნებრივია, რომ ეს აუცილებლად საჭიროებს სიღრმისეულ, მათ შორის მეცნიერულ შეფასებასა და გამოყენებას. წარმატებულ кейსებს რაც შეეხება, საქმეც ამაშია, რომ ჩვენ მათ შორის პარლამენტში კონკრეტულად წარმოვადგინეთ და დავასახელოთ კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია, მაგალითად, ცალკეული ფატალური შემთხვევების შესახებ, ფატალური რისკების შესახებ, როდესაც ვეყრდნობით ამ ყველაფრის ამ ინფორმაციის გავრცელებისას, რა თქმა უნდა, მათ შორის მეცნიერულად შესწავლილ და დამუშავებულ წყაროებს. ეს არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგებია, მათ შორის მაგალითად შვედეთისთვის, რომელმაც იცის, რა თქმა უნდა, მონაყოლები და ასე ვთქვათ, ნაამბობი ისტორიები წარმატებული მკურნალობების შესახებ, მაგრამ ამ წარმატებაში ესეც გავითვალისწინოთ, რომ ეს ჯერ არ არის დადასტურებული, მედიკამენტის წვლილია ამაში მონაწილე თუ მაგალითად რეაბილიტაციის განვითარებული სერვისები, თუ მაგალითად მულტისექტორული ჯგუფის ჩართულობა და ასე შემდეგ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არ არის ესეთი პრიმიტიული და მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, ამას აუცილებლად სჭირდება სიღრმისეულად კარგად გაანალიზება. თორე რასაკვირველია, ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ის ტკივილიც, ის მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, როდესაც ძალიან მაღალია საკითხის არაგონიურულად გადაწყვეტის რისკები. ამიტომ კარგად არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ შესაფასებელი მდგომარეობა და ამ შეჯერებული პოზიციების საფუძველზე უნდა მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ გონივრული გადაწყვეტილებები, ისეთი, რაც რეალურად დაეხმარება იმ ბავშვებს, ვისაც ეს წამალი ჭირდება. ბატონო, მიხაილ, თუ შეიძლება მეც დაწყვეტ თქვენ ბავშვებს ესახებინებთ. ლაპარაკებები ამ მიმართულებით მულტიდისციპლინური გუნდი და ასე შემდეგ უკვე დაიწყო პროცესები, რაზეც საუბარი მიდის კლინიკებთან, მათ შორის ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ გითხრათ? ეს პროცესი საზოგადოდ ამ დრომდეც ხორციელდებოდა, რა თქმა უნდა, ცვლილებები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადადგმული. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არ არის ერთადერთი იშვიათი დაავადება. მაგალითად, მულტიჯგუფის ჩართულობით გარკვეული პროცესების დაგეგმვა გათვალისწინებულია არა მხოლოდ დიუშენის სინდრომისთვის, მაგრამ მათ შორის დიუშენის სინდრომით დაავადებული ადამიანებისთვისაც. კი ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული პაციენტის კმაყოფილებაზე და პაციენტის საჭიროებაზე ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება. ამიტომ ამას ბუნებრივია ვავითარებ, თუმცა ეს არ იქნება ამომწურავი ჩამონათვალი იმისა, რა საჭიროებებიც არსებობს და მეორეს მხრივ როგორ შეიძლება ეს განვითარდეს. მუშაობას ვაგრძელებთ როგორც მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის შეფასების მიმართულებით, იმავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ საშუალებებს, როგორ განვავითაროთ დაწყებული სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობით დამთავრებული მაგალითად სოციალური საკითხების მოწესრიგების, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია მაგალითად იგივე იმ მშობლებისთვის, რომელიც, არ ვიცი, ნაწილი პროტესტს გამოხატავს, ნაწილი შეიძლება არც გამოხატავს. მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ შევძლოთ რეალურად ქმედითი რეალური დახმარების პოტენციალის მქონე საშუალებების მოფიქრებაც, ამის იმპლემენტირება და სწორედ იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნომერ პირველ მთავარ ღირებულებას პაციენტის რეალურ ინტერესს მოემსახურება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, ამ კონტექსტში გავითვალისწინოთ და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათ შორის არასწორი შთაბეჭდილებების შექმნაც შეუძლია ამ შემთხვევაში მაგალითად პოლიტიკურ მიკერძოებას, ან მაგალითად ისეთ პროცესს, რასაც ქვია იგივე კომერციული ინტერესების არსებობა არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორების მხრიდან. არის ასეთი ინტერესები?
შეიძლება ასეთი რეალურად არსებობდეს და გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს იმისა, რომ შეიძლება ეს იყოს, რა თქმა უნდა, მათ შორის ცალკეული სტატიები, ცალკეული პუბლიკაციები, ცალკეული არასწორი იმედის შექმნის პრაქტიკა, მაგალითად პაციენტებისთვის და მისი მშობლებისთვის, ეს არ არის ჩვენი მოგონილი თემა. ამაზე მსოფლიოში ყველა წერს, ყველა საუბრობს, რომ მათ შორის ძალიან დიდია საფრთხეები დაკავშირებული მაგალითად გადაჭარბებული მოლოდინების, გადაჭარბებული დაპირებების შექმნასთან ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. ეს არ არის სამწუხაროდ არც პირველი შემთხვევა, არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ასეთი ეჭვები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ საშუალებებთან დაკავშირებით. თუ არა და ამის დასტურად. მე მაგალითად, გთხოვთ, რომ თქვენს გაარკვიოთ მაგალითად საკითხი დაკავშირებული ერთ-ერთ მედიკამენტთან, რომელზეც პარლამენტშიც ვისაუბრე. ეს არის მაგალითად ელევიდისი. ღმერთმა ქნას თავიდან მე ვამბობ, რომ ამ მედიკამენტმა აჩვენოს კარგი შედეგები, გაუმჯობესდეს, გახდეს უსაფრთხოც, ეფექტიანიც, მაგრამ ვიმეორებ, რომ მაგალითად შარშან ამ დროს რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო მისაღები, ალბათ ყველაზე მეტი კეთილგანწყო იმედის მომცემი მედიკამენტი იყო ელევიდისი, მაგრამ მიუხედავად ამისა გავიდოდა რამდენიმე თვე და მაგალითად ივლისში ჩვენ ვნახავდით ემას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს ეფექტი არ უჩვენებია, უარს ამბობს ავტორიზაციაზე და FDA-ს, რომელსაც მანამდე ჰქონდა დაჩქარებული წესით ავტორიზაცია მინიჭებული, ჩვენ ვნახავდით მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მაგალითად ფატალური შემთხვევების გამო უნდა შეჩერდეს კლინიკური კვლევები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. გაითვალისწინეთ, რომ ამ მედიკამენტების დიდი უმრავლესობა პრაქტიკულად გამოიყენება ამჟამად ევროპაში როგორც კლინიკური კვლევების რეჟიმში მედიკამენტები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხედველობაში არის მისაღები, აი ანალოგიური მდგომარეობის და დილემების წინაშე დგას, მათ შორის იგივე შვედეთის სახელმწიფო, რომელთანაც გვაქვს მაგალითად კომუნიკაცია იქ არსებულ საუნივერსიტეტო ბაზებთან, იქიდან მიღებული ინფორმაციით, აი მაგალითად დღეს შვედეთში არსებული ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იმ მედიკამენტის არსებობას, რომელიც ჩვენი ქართული სისტემით არის გათვალისწინებული. არაფერ მეტზე ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ გახლავთ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მიმეორებ ამ გარემოებას, რომ შვედეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება ვინმე დაეჭვდეს, რომ ან თანხა ენანება, ან ნაკლებად სოციალურია, ასე ვთქვათ, მათი განწყობა, ან ნაკლებად ემპათიური რომელიმე პაციენტის მიმართ. ეს მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ეს ერთდროულად მხედველობაში მივიღოთ და ჩვენი დასკვნები ამგვარად ჩამოვაყალიბოთ იმის ნაცვლად, რომ ვინმე მაგალითად ვინც პოლიტიკური მიკერძოებით არ ვიცი საზრდოობს და ცდილობს ამის ტირაჟირებას, რომ მან რაღაცნაირად ეს პოლიტიკური დაძაბულობის, ასე ვთქვათ, კერად გამოიყენოს და პოლიტიკური ელფერი შესძინოს იმ საქმეს, რასაც ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. გამართლება არა აქვს, უბრალოდ მათ შორის ადამიანური და მორალური თვალსაზრისით. ელევიდისა თქვენი საუბრით და კითხვა სწორედ ამაზე მინდოდა დამისვა, რომ კომპანია როშე ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის და მათ შორის ეს კომპანია ამბობს, რომ აი როშეს გამოგზავნილი. ნახეთ თუ როშეზეა ლაპარაკი. არა, ბოდიში ნახეთ როშე რომ მზად არის. მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკებას არც არაფერი წინ არ უდგას, მაგრამ სწორედ როშე გახლავთ ის წარმოებელი, რომელიც მაგალითად 2025 წლის ივლისამდე პერიოდში მანამდე ამბობდა, რომ 2025 წლის ბოლოს ამ მედიკამენტს ექნებოდა ემას ავტორიზაცია. მოხდა ეს? არ მოხდა. აი ამიტომ არ ჯობია რომ ეს კითხვები დავსვათ, ვიდრე ვისაუბროთ ჰიპოთეტურ შეხვედრაზე და მოლაპარაკებაზე. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დიახ, ეს არის ჩემი პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით, ჩვენ შეგიძლიათ კითხოთ, მათ შორის არ ვიცი, რამდენად კორექტული იქნება ჩემი მხრიდან საუბარი მაგალითად შეხვედრებზე, კომუნიკაციაზე, რომელიც ცალკეულ მწარმოებლებთან არ დავადასტურებ და არც უარყოფ მათ შორის იგივე როშესთან შეხვედრის ფაქტს, იგივე ამ მედიკამენტთან დაკავშირებით. მაგრამ კომუნიკაცია და ინფორმაციის თაობაზე რომ გაცვლა გქონდა, ეს რა თქმა უნდა შემიძლია ცალსახად ვთქვა, ვისთან როგორ და რანაირად წარიმართა ეს ყველაფერი, ამის დეტალების გამხელის შესაძლებლობა და უფლება მე არ მაქვს. სავარაუდოდ თუ თავად არ დაადასტურებენ ამ გარემოებას, მაგრამ კი არსებობს ასეთი მოწოდებული ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია, რომ იყო დაპირება, რომ 2025 წლის ბოლო კვარტალში იქნებოდა მოცემული ელევიდისისთვის ავტორიზაცია ემასგან. ეს ფაქტი არამც თუ არ მოხდა, არამედ მანამდე 2025 წლის ივლისში ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ემამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. განა ეს არ არის მხედველობაში მისაღები ფაქტორი, არის ნამდვილად. ამიტომ ამ საკითხზე უნდა გქონდეს კონცენტრირებული ყურადღება და არა იმაზე შეხვედრისთვის ვინ მზად არის და რომელიმე კონსულტაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე კითხავთ რა ეტაპზეა, რას უნდა ველოდოთ და მოდის უნდა იყოს პირველადი პროექტის საბედნიეროდ მნიშვნელოვანი სრულიად უშუალოდ. მნიშვნელოვანი სიახლეები ბოლო ხანების განმავლობაში მოხდა კიდეც. ჩვენ
ჩვენ საკმაოდ დიდი ინტერესით და საკმაოდ აქტიურად ვართ ბუნებრივია ამის განხორციელების პროცესში ჩართული. ეს მიმდინარე პროცესია. მოგეხსენებათ, რომ მაგალითად 1 მაისი იყო ის ეტაპი, როდესაც გადაწყდა, რომელი პირველადი ჯანდაცვის რგოლი შეძლებდა და ეკმაყოფილებინა ჩვენს მიერ დაწესებული მაღალი მოთხოვნები, დიახ, მაღალი მოთხოვნები იმისთვის, რომ მათ ახალ რეჟიმში გაეგრძელებინათ ფუნქციონირება. გათვალისწინებულია შემდგომი ეტაპებიც, ანუ პერიოდები, რომლის განმავლობაშიც ეს ორგანიზაციები, სხვა ორგანიზაციები, ვინც არ ჩართულა ამ დრომდე, აი ეს ორგანიზაციები, ვინც შეძლებენ დააკმაყოფილონ მოთხოვნები, ამისთვის რა თქმა უნდა, მათ ძალიან უნდა იშრომონ, იმისთვის, რომ პაციენტებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდება თითოეულმა მათგანმა შეძლოს. ამიტომ ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ წლების განმავლობაში, რაც იყო წინასწარ განსაზღვრული როგორც ამ რეფორმის მიმდინარეობის პერიოდი, ჩვენ გვექნება სერიოზული რეზულტატები ამავე მიმართულებით. დავიწყებთ ამ მუშაობას უკვე იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ვინც რეალურად ჩაერთო ამ პილოტირების შემდეგ. ახლა რა თქმა უნდა, მომავალი გვაჩვენებს, როგორი იქნება შემდგომი ჩართულობაც. იმის მიხედვით, როგორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა საჭირო და გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, თანადროული იქნება ჩვენი გადაწყვეტილებების თითოეულ საჭიროებათა საკითხთან დაკავშირებით. რაც ახლა ინვესტიციებს ვიცით, რომ 120 მილიონი იყო 4 წლის განმავლობაში გათვალისწინებული. დღის მდგომარეობით რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით და რა ინვესტიცია სხვადასხვა ფორმის გახლავთ, მაგალითად სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება და სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანახარჯებს მოითხოვს. მათ შორის ეს უკავშირდება მაგალითად მოგეხსენებათ სოფლის ამბულატორიების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რომელიც მიმდინარეა და საბოლოო ჯამში ჩვენ გვეგმავთ, რომ 2028 წლიდან მთლიანად სოფლის ამბულატორიები ჩაერთოს ამ პროგრამაში. რაც შეეხება დანარჩენს, ეს უკვე მანამდე ეტაპამდე მაგალითად ანაზღაურების განახლებულ მოდელს შეეხება ეს და შესაბამისად აქაც იქნება ეს დანახარჯები. იმავდროულად მუშაობთ მაგალითად პროგრამული მხარდაჭერის მიმართულებით და ასე შემდეგ. საკმაოდ ვრცელია წრე საკითხებისა, რომელიც მათ შორის ინვესტირებას საჭიროებს. ბატონო მიხეილ, თუ შეიძლება გითხავთ არა ჯანდაცვა, არამედ პოლიტიკის მიმართულებით, როგორც მთავრობის წევრს. თქვენ პარლამენტში გვახსოვს თქვენი განცხადებები, დამოკიდებულება და ახლა მაქვს ასეთი კითხვა. ქართული ოცნება მუდმივად პრემიერიდან დაწყებული დეპუტატებით გაგრძელებული საუბრობს ევროკავშირზე, როგორც ბიუროკრატიაზე, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, აკრიტიკებს ევროპარლამენტის რეზოლუციების გამო და ასევე უკრაინის ხელისუფლებას კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო. აი გუშინ მაგალითად ირაკლი კობახიძე იყო ამ სივრცეში, სადაც ევროპელი ლიდერები იყვნენ და ზოგიერთთან გადაღებული ფოტო ვნახეთ და ასევე სიხარული, რომ აი ამ სივრცეში მოხვდა პრემიერ-მინისტრი. როგორ შეიძლება ეს მოქალაქეებმა გაიგონ, როცა მათთვის ქართულ ოცნებას ეს ადამიანები ყავს წარმოდგენილი როგორც რაღაც მტრული განზრახვების ჩემ შტაბენ რატი თქვენ შტაბეჭდილებებით მესაუბრებით, მე ჩემ შტაბეჭდილებას გეტყვით, რომ თქვენ ახლა ცდილობთ, რომ რაღაცნაირად გააბუნდოვანოთ სურათი, არასწორად გააბუნდოვანოთ, არადა ყველაფერი არის ძალიან მარტივი. ნახეთ, საქართველოს აქვს კონკრეტული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ განვითარდეთ მათ შორის ევროპული მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს იმას, რა თქმა უნდა, რომ ქვეყანა გარკვეულ ეტაპზე იქნება ყველაზე მეტად მზად იმისთვის, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და კი სამწუხაროდ თქვენ სიტყვა ბიუროკრატია ახსენეთ და ეს აბსოლუტურად მართალი შეფასებაა იმისა, რაც ხდება დღეს ევროკავშირის ცალკეულ სტრუქტურებში. სამწუხაროდ, ბევრი გადაწყვეტილება მიმაჩნია, რომ არც ევროპისთვის იყო კარგი გადაწყვეტილება და არც საქართველოსთვის. არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რატომ იქნა დაშვებული რამდენიმე ისეთი მსხვილი და ძირეული შეცდომა პოლიტიკურ საკითხებზე, რომ აღარაფერი ვთქვა, მაგალითად საქართველოში ცალკეული პოლიტიკური მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერაზე და პოზიციონირებაზე. მაგალითად დაწყებული იმით, რომ მაგალითად თურმე სააკაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასე ვთქვათ, დემენციით დაავადებული იყო და ასე შემდეგ, ამას რეზოლუციები მიეძღვნა მოგეხსენებათ და ამით პრაქტიკულად მოხდა რა დევალვირდა პრაქტიკულად ყოველგვარი ღირებულება, ასე ვთქვათ, ამ ევროკავშირის საპარლამენტო გადაწყვეტილებებისა. ამიტომ მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ ვფიქრობ, რომ გასასწორებელი აქვს ევროკავშირის პოლიტიკურ პროცესებში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მსხვილი შეცდომებია, მიუხედავად ამისა, ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება გახლავთ, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ძლავრი, განვითარებული, ძლიერი ევროპული სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს. ამას ვცდილობთ, ამას რეალურად მოვახერხებთ.
კარგი იქნება თუ ამას ევროპაში შეამჩნევენ და დაინახავენ. უბრალოდ ეს მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ გახლავთ. ახლა რაც შეეხება თქვენს არასწორ ინტერპრეტაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს რამე გაუხარდა, ვინმეს რამე ეწყინა და ასე შემდეგ. თქვენ ნახეთ ფაქტები, თქვენ ნახეთ ფაქტები იმასთან დაკავშირებით, როგორი იყო ფორმატები, როგორი იყო შეხვედრები, როგორი იყო მონაწილეობა თვითონ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა იმ ღონისძიებაში, რომელზედაც თქვენ საუბრობთ. მე მგონი, არაფერი დაეწუნებოდა არც პრემიერ-მინისტრის ქმედებებს და არც ზოგადად მის მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში. აი, რატომ გისვამთ ამ კითხვას? ერთია კრიტიკული დამოკიდებულება ევროპელი ლიდერების მიმართ და მეორეა ბრალდება, რომელიც საკმაოდ მძიმეა მათი მისამართით, რომ ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში არაფერერებიან. მეორე სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით არსებობს ეს თეორია. მაკრონთან გადაღებულ კადრებს, რაც ესე იგი ამას ყველაფერს რომ სწორი შეფასება მისცეთ აუცილებლად ესე ეტიკეტიდან დაწყებული პოლიტიკური მიზანშეწონილობით დამთავრებული ყველა ამ საკითხის მხედველობაში მიღება სჭირდება. ეს არ არის ესე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. ვინ როგორ არა რასაკვირველია ეს არ გახლავდა. დიახ, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ის მოიქცა კონკრეტულად, მაგალითად, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის მომენტში და დროს. ეს აბსოლუტურად ნორმალური, აბსოლუტურად არამც დასაშვები, არამედ მე სიმართლე გითხრათ, ვერც წარმომიდგენია სხვაგვარი ქცევა იმ დროს და ამ მომენტში. ამას არ ჭირდება არავითარი შორსმევალი დასკვნები და შეფასებების კეთება, როგორც ახლა თქვენ აკეთებთ. რაც შეეხება, აი თქვენ როგორც ეძახით ბრალდებებს და ასე შემდეგ, ეს არ არის ბრალდებებს დაარქმევთ თუ რას დაარქმევთ, ეს არის ფაქტი ერთი რამ არის. როდესაც ხდება უსწორო გადაწყვეტილების მიღება, სულ ერთია ვის მიერ ეს იქნება ევროკავშირის რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირი თუ უბრალოდ პოლიტიკოსი, რასაკვირველია, ამას შეიძლება გაუკეთდეს შეფასება და დიახ, უნდა გაუკეთდეს კიდეც შეფასება. სხვათა შორის მინდა ყველა შევახსენო, რომ სწორედ ეს არის ევროპული ღირებულება და ეს არის ევროპული ცივილიზაცია, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ამ თემებზე დისკუსია და მსჯელობა არის აბსოლუტურად ღია. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ იქ რომელიმე ევროპული სტრუქტურის ბიუროკრატია არის ხელშეუხებელი და მასზე კრიტიკა არის დაუშვებელი, ის ცდილობს სწორედ დაგვარიგოს ისეთ რამეში, რაც სინამდვილეში ძალიან შორს არის ევროპული არ ვიცი, სოფხედველობისგან საზოგადოებას. ბატონო მიხეილ, დიარჯის აი ერთად კითხავ, დიარჯის ფარგლებში იგეგმება თუ არა კლინიკების დაფინანსების გადახედვა და სრულად ჩამოყალიბდა და რამე ცვლილება თუ არ იგეგმება? არც ერთი გადახედვა, არც გაზრდა, არც შემცირება ბუნებრივია არ არის თვითმიზანი. მნიშვნელოვანია ჩვენ კარგად გვესმოდეს, რომ დიარჯის მოდელი გულისხმობს იმას, რომ მუდმივად რელევანტური იყოს დაფინანსების კონკრეტული ტარიფები იმ მომსახურებისა, რომელიც არსებობს. არის ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეხედულებები. აბსოლუტურად ბუნებრივად მეჩვენება, რომ კლინიკებს, რომლებიც წარმოადგენენ კერძო სექტორს, აქვთ მუდმივად მეტის მოთხოვნის სურვილი, ინიციატივა, ინტერესი. ეს აბსოლუტურად გონივრულია და ლოგიკური, მაგრამ ბუნებრივია, რომ აქ აუცილებელია კარგად გვესმოდეს, რომ აუცილებელია დაბალანსებული მიდგომა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა კლინიკას, ვისაც არ უნდა შეეკითხოთ, თანახმა იქნებიან თუ არა, ან უნდა თუ არა, რომ გაიზარდოს დაფინანსება, რა თქმა უნდა, უნდათ. მეორეს მხრივ შეიძლება ქონდეთ კრიტიკული შენიშვნები, მაგალითად ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, არსებული დაფინანსების სიმცირესთან დაკავშირებით, მაგრამ ხშირად ყოფილა, რომ დარწმუნებული ვართ, რომ ყოველ ასეთ კონკრეტულ საჩივარს აუცილებლად ჭირდება სიღრმისეული და პროფესიონალური გარჩევა. ამ გარჩევების შედეგად უნდა მივიღოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება გონივრული. რეზოლუციაზეც და ბოლოს რეფერენდუმის რეზოლუციაზე, სადაც ნახსენებია, რომ ქართულმა ოცნება არა მარტო ესე ვთქვათ, შეცვალა მთლიანად ევროპისკენ კურსი და ასევე მნიშვნელოვანია ხაზგასმულია დოკუმენტში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალური საქციები პროკურორის სამართლებისა და თანამდებობები პირების შესახებ. ესე იგი, სანქციებზე იმთავითვე უნდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად სრულად გაუფასურებულია ამ ინსტრუმენტის თუ ინსტიტუტის ფუნქცია. არა იმიტომ, რომ ის რეალურად ქმედითია თუ არა ქმედითია, უბრალოდ საზოგადოება ხედავს ამას ძალიან კარგად, მაგალითად საქართველოში, რომ იმდენად უსამართლოა, იმდენად ალოგიკურია, რომ უბრალოდ აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება. ისე რაც ყველაზე მეტად ვნებს საქართველოში მაგალითად ევროპულ განწყობებს, ეს არის ამ უსამართლო გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც ვადევნებთ ცალკეულ შემთხვევებში თავს მაგალითად ასეთი ტიპის რეზოლუციების შემთხვევაში. რაც შეეხება საკითხს და შეფასებას იმას
მიღებასთან დაკავშირებით, რომ ვინმე კურსი შეცვალა და ვინმე სხვა მიმართულებით მიდის და ასე შემდეგ, ესეც ვფიქრობ აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას. არ ვიცი ვინმე ეს შეიძლება ჯერა, მაგრამ ვფიქრობ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვინმე შეიძლება საქართველოში დღეს ოპოზიციის მხარდასაჭერად ასეთ არგუმენტის შეთხზვას საჭიროებდეს, ეს არ ამართლებს იმ ძალიან დიდ შეცდომას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს დღეს დააბრალო, უსაფუძვლოდ დააბრალო, რაიმე კურსიდან გადახვევა და არასწორი მიმართულებით განვითარება. ფასების კომისიაზეც ხო, ხა როგორ ფიქრობ დოკუმენტის მიღების შემდეგ როგორ გაგრძელდება ასე ვთქვათ ფასების რეგულირება? კი, სხვა შორის ძალიან საინტერესო და მართლაც ღირებული დოკუმენტია, რომელიც შეიქმნა. ღირებული იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებებია და ის ნამუშევარიც მათ შორის თუნდაც ჩატარებული შეხვედრების შედეგად, რაც გამოიკვეთა ამ კვლევების შედეგად, ვფიქრობ, რომ ძალიან საყურადღებოა. ყოველ შემთხვევაში მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასეა, მაგალითად, როდესაც საკითხი ეხება ფარმაცევტიკას. ამ შემთხვევაში ფარმაცევტული პროდუქტების რეგულირების მიმართულებით არის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელზეც ჩვენ ისედაც ვფიქრობდით და ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად უდაოდ დადასტურდა ის, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო ერთმნიშვნელოვნად სწორი, რამაც მაგალითისთვის ვამბობ ამას, რომ რადიკალურად შეამცირა მოქალაქეთა მიერ გადასახდელი თანხები, რომელიც აუცილებელი იყო მედიკამენტების შესაძლებლად. მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამ მიმართულებით და ეს ბუნებრივია, რომ არის ერთის მხრივ დასაფასებელი, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ თვალსაზრისით მივდივართ სწორი გზით და სწორი გზით ვითარდება ქვეყანა. რეფერენტული ფასები. რასაკვირველია, ვფიქრობთ, რომ ეს გავაფართოვოთ და იქ სადაც დახვეწა ჭირდება თვითონ ინსტრუმენტული თვალსაზრისით, აი სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით, რომ იქაც ყველაფერი ეს დავხვეწოთ. დიახ, ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. დიდი მადლობა.